ახალი თეთრეული უნდა გაირეცხოს თუ არა? გგონიათ, რომ ახალი თეთრეული პირდაპირ შეგიძლიათ გამოიყენოთ? პრინციპში ის ხომ ახალია და რატომ უნდა საჭიროებდეს გარეცხოს? მაგრამ არა, ახლა გეტყვით რამდენიმე დეტალს. მე გირჩევ ახალი თეთრეული პირველივე გამოყენებამდე აუცილებლად გარეცხო. ქარხანაში თეთრეულს ხშირად ასხამენ ქიმიკატებს, იმისთვის რომ ქსოვილი იყოს უფრო მყარი, ფერი არ გახუნდეს და ტრანსპორტირებაშიც არ დაზიანდეს. ქიმიკატებმა კი შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში და მგრძნობი არეკანის მქონე ადამიანებში. ყველაზე მთავარი მტვერი და ბაქტერიები. პროდუქტი გადის მრავალ საფეხურს: ქარხანა, საწყობი, ტრანსპორტირება, მაღაზიის თარო. ამ პროცესში მასზე შეიძლება დაგროვდეს მტვერი, ბაქტერიები, სოკო და 1000 მიკრობი. მაღაზიაში მყიდველები ხშირად ეხებიან და არჩევენ. კიდევ უფრო ზრდის მასზე ბაქტერიების არსებობის შანსს. ბოლოს და ბოლოს ახალი თეთრეული ძალიან ხისტი და ცოტა უსიამოვნოა, ამიტომ გარეცხვის შემდეგ ის რბილდება და ძალიან სასიამოვნო ხდება. ეს არის სტანდარტული ჰიგიენური ნორმა. ყველაფერი, რაც სხეულთან მჭიდროდ კავშირშია, უნდა გამოვიყენოთ. კარგი სარეცხის გასარეცხი გელები და თეთრეულიც აუცილებლად უნდა გავრეცხოთ. ბაგის უნივერსალური გელი სწორედ ასეთია.